და თავად თევზებზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის ზოდიაქოს ბოლო ნიშანი. მისი ცრულდება ზოდიაქოს 12-ეული და მომდევნო გადაცემაში ჩვენ უკვე ვერძზე უნდა ვისაუბროთ. ამიტომ დღეს ვაკეთებთ ესეთი ფინალიზაცია. თევზებში გაერთიანებულია ზოდიაქოს დანარჩენი 11 ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებები. ცოტა ყველაფერია თითქოს. და ამიტომ თევზების ნიშნის ადამიანს თუ კი დააკვირდებით, როგორი ტიპები არიან, იცით, თითქოს ჩაფიქრებული არიან, სულ რაღაც არიან, სადღაც არიან, უნდა ეძებო უკეთ. ან დაფრინავენ, ან აი ქვემოთ იხედებიან, ჩეჩერებიან, თითქოს სადღაც იხედებიან, მოკეთ რა, ანუ ვერ გაიგებ, მოკეთ, თავის სამყარო აქვს ხშირ შემთხვევაში. თუმცა ეს იმას არნიშნავს, რომ ყველა თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანი ქაოსურია, თუმცა ბევრია ქაოსური ნამდვილად. მე თვითონ ყავს ორი წარმომადგენელი თევზების ნიშნის სახლში და სულ რაღაც ავიწყდებათ, მიდიან, ბრუნდებიან, მოკეთ, კარგავენ. ტელეფონს არ პასუხობენ ხშირ შემთხვევაში. ოღონდ იცი ამას სპეციალურად არ აკეთებენ. ესე გამოდის რა, მოკეთ, ან განგეპარშვებიან ამას, იმიტომ რომ გითხარით რომ თევზებს მართავს ნეპტუნი და მართავს იუპიტერი. და ეს არის ორი პლანეტა, რომელიც საერთოდ დიდად არ წყალობს დისციპლინას და დედას. პირიქით როცა არის თუ ძალიან დისციპლინებულია, ტელეფონს ყოველთვის პასუხობს და ძალიან დალაგებია, ეგ ანტაგონიზმის პრინციპია. აი, სანდრო ისწავლა ისწავლა ამასობაში ასტროლოგია, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება შევხვდეთ და არა ერთ სხვა შორის თევზების ნიშნები. დედაჩემი ეგეთ ხე გამახსენდა უბრალოდ მობილიზებულს, მოწესრიგებულს, აი წამის წამში რო არ დააგვიანებს ყველაფერი ჩანიშნული აქვს და შეიძლება შევხვდეთ ამის ანტაგონისტი არის ქალწული. ქალწული ხო ითვლება რომ ძალიან მოწესრიგებულია. ისეთი ქაოსური ადამიანი შეიძლება იყოს ქალწული, ისეთი ესე ვთქვათ მოუწესრიგებელი, სულ სადღაც აგვიანებდეს, იმიტომ რომ აქ მუშაობს ანტაგონისტის უკვე პრინციპი. თევზები ემსგავსება ქალწულს, იმიტომ რომ ეს ოპოზიციური ნიშნები, თევზები და ქალწული ოპოზიციაა, მოგეთ. ერთმანეთში გადადიან, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ერთი მედლის ორი მხარე, ყველა თევზებში ცხოვრობს ქალწული, ყველა ქალწულში ცხოვრობს თევზები. და შესაბამისად გააჩნია უკვე ბავშვობის, ესე ვთქვათ, ტრავმები და რაღაც მოწყობა, როგორ გააქტიურებს უკვე ამ ენერგეტიკას და სხვადასხვა ცუდი კი არ არის, იმიტომ რომ ყველა თევზებს ჭირდება რაღაცა ნაწილი თავის თავში გააქტიუროს ქალწულის, იმიტომ რომ თევზები თუ კი ცოტა დისციპლინას ისწავლის, ფანტასტიკური ძალიან და ქალწული კიდე ცოტა ოცნებას თუ ისწავლის და მიაჩვევს თავის თავს იმას, რომ სულ საათზე არ უნდა იყურებოდეს და ყველას და უჭამდეს, რატომ დააგვიანე, რატომ არ აკეთებ რაღაცას, ანუ გაცილებით უკეთეს იქნება ბალანსია, იმიტომ რომ ზოგადად სამყაროში ყოველთვის მნიშვნელოვანია ეს ბალანსი და ეს ზოდიაქოს ნიშნები განსაკუთრებით ეს ოპოზიციური ნიშნები ხშირად ფლობენ იმას, რაც არ აქვს მეორეს, რაც აქვს ქალწულს, ის არ აქვს თევზებს რეალურად და პირიქით. თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების დაბადების პრეისტორია ძალიან ხშირად არის, სხვაშორის ძალიან ბევრნაირია, იმიტომ რომ თევზები იმდენად მრავალმხრივი ადამიანები არიან, იმხელა ძალიან ბევრი ნიჭი აქვთ პირველ რიგში, ანუ უამრავი ტალანტის პატრონები არიან და იმის გამო რომ ძალიან ბევრი ტალანტი აქვთ, ხშირ შემთხვევაში ერთ ადგილას შეუძლიათ იყვნენ ესე გარინდებული, აფს არ აკეთებდნენ შეიძლება. ამიტომ ისინი ვერ აღიქვამენ დროს ხშირად. ან თუ შემოქმედია მით უმეტეს. შეიძლება ისე გავიდეს კვირეები, მაგალითად ვერ გაიგოს, შეიძლება ხუთშაბათია, პარასკევია, შაბათია, ვერ მიხვდეს შესაძლებელია. მათ შორის ასევე მათ უყვართ სასმელი, ყველანაირი სასმელი უყვართ სხვათა შორის, ცუდი გაგებითაც შეიძლება დაუმეგობრდეს სასმელს, იმიტომ რომ თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანს სჭირდება ალტერნატიული სამყარო. მათ თავის სამყარო აქვს ხშირად, ოცნებობენ, რაღაც ფიქრობენ. თუ ხელოვანია, საუკეთესო ვარიანტია, ანუ მხატვრობა, მუსიკა, უამრავი ცნობილი მხატვარი, მუსიკოსი, ფსიქოლოგი იბადება, იმიტომ რომ ისინი არიან არაჩვეულებრივი მსმენელები, ყოველთვის ყურადღებით გისმენენ და არა მხოლოდ გისმენენ, ხვდები რომ შენი ტკივილი ტკივათ. თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები. ერთგულები არიან ძალიან. როგორ? ერთგულები არიან. ერთგულები არიან და იცით რა არის, ძალიან კარგად შეუძლიათ მოგისმინო და გითანაგრძნო. გრძნობ, რომ აი ეს ადამიანი მხოლოდ კი არ გისმენს, შემოდის შენს მდგომარეობაში და სულ ერთი არ არის შენ რას განიცდი. სასწაული ემპათია ადამიანები არიან, ძალიან უყვართ ცხოველები, იშვიათად იპოვეთ ადამიანს თევზების ნიშნით დაბადებულს, ვისაც არ უყვართ ცხოველები. და ძალიან ისეთი გამოკვეთილი ცხოველთა დამცველებით შეიძლება იპოვოთ. ძალიან უყვართ ზოგადად ფლორა ფაუნა მოსწონთ, ვთქვათ, მოვლა, მაგალითად ბაღის მოვლა, ყვავილების მოვლა. თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასევე მათ დაბადების, ესე ვთქვათ, წინაპირობა ხშირად რა არის? ძალიან ხშირად ხდება, რომ ისინი გაურკვეველ სიტუაციაში იბადებიან. მაგალითად არ არის დაგეგმილი ბავშვი. ან ბიჭს ელოდებიან და გოგო იბადება, ან პირიქით გოგოს ელოდებიან ბიჭი. ანუ რაღაცა ბუნდოვანება შეიძლება იყოს მათ დაბადებამდე
ოჯახში ხდება ხოლმე ეს. ხშირად ხდება ხოლმე რომ ასევე შეიძლება ოჯახი ემიგრირდება ან პირიქით ბრუნდება მაგალითად ან რაღაც ესე ვთქვათ ცვლილებები ხდება ოჯახში და შეიძლება ეს ცვლილებები თავიდან იყოს ცოტა ქაოსური. შეიძლება ოჯახში მწიფდება რაღაც ფარული ესე ვთქვათ დაპირისპირებები და თევზების ნიშნის დაბადებული ადამიანი რომ დაიბადება ამის ლუსტრაცია მოხდება და იწყება უკვე ამაზე საუბარი მოგდული წყენებია შესაძლებელია. ისინი ძალიან ხშირად იბადებიან ხელოვანების ოჯახში ძალიან ბევრი ხელოვანი ყავთ გარშემო ფსიქოლოგები ხელოვანები ხშირად იბადებიან ისეთ ოჯახებში სადაც ვიღაცა ემიგრანტია სადღაც ცხოვრობს შორს ცხოვრობს მათ ცხოვრებაში სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ ბიძებს დეიდებს მამიდებს იმიტომ რომ თევზების ნიშანი ნეპტუნის საერთოდ ხშირად შეესაბამება ჩვენს ბიძებს დეიდებს და მამიდებს ხშირად ხდება რომ ან აქტიურად იზრდებიან მათთან ერთად ან პატრონაჟს უწევენ ან უბრალოდ შეიძლება დეიდა ბიძა მამიდა ან ვიღაც ესეთი ადამიანი იყოს მათთვის ავტორიტეტი ძალიან ავტორიტეტული ტიპი შეიძლება სულ არ იზრდებოდეს მასთან ერთად მაგრამ გავლენის თოვლის პაპასავით იყოს შესაძლებელია მაგალითად მოდის რაღაცა ჩუქრებს ჩუქნის რაღაცა მაქსიმალურად ცდილობს რომ ეს გაანებივროს ამიტომ ხშირად შეიძლება ეს ადამიანი უბრალოდ იყოს გაიდეალებული აიდეალებდა შეიძლება თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანი რომ აი ჩემი მამიდა ჩემი დეიდა აი განსაკუთრებულია სხვათა შორის თევზებს ახასიათებთ რომანტიკოსები არიან, სიყვარულში განსაკუთრებით ახასიათებთ გაიდეალება, ანუ მათ სიყვარული უფრო უყვართ, სიყვარულში თავის თავი უფრო უყვართ, ვიდრე კონკრეტული ადამიანი, რა თქმა უნდა, კონკრეტული ადამიანიც უყვართ შეიძლება, მაგრამ უფრო თავად აი ეს მდგომარეობა უყვართ, ნახეთ და თვლიან რომ სიყვარული არის თავგანწირვა და ხშირად ხდება რომ ეწირებიან კიდეც ურთიერთობებში, აი ძალიან თავგანწირული პარტნიორი შეიძლება იყოს. შეიძლება დიდი ხნის მანძილზე კონდეს წყენა, რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ პირში წყალი შეიძლება ჩაიგუბოს და აი დიდი ხნის მანძილზე ესე ვთქვათ მაქსიმალური ემპათიით ეკიდებოდეს შეიძლება მეუღლის ესე ვთქვათ რაღაც ცუდ თვისებებს მაგალითად ძალიან რბილები არიან ქალები განსაკუთრებით აი რაღაც აბრეშუმის ლეიტივით არიან ისე შეუძლიათ ეს მოაგვარონ რაღაც რთული სიტუაციები ესე ხათა შორის გომით აი ზუსტად ძალიან კარგი ლავირების უნარი აქვს იმიტომ იბადებიან მათ შორის ყველაზე კარგი ფსიქოლოგები იმიტომ რომ ხდება აი აკვირდება გრძნობს ადამიანს სად აქვს სუსტი წერტილები მაგალითად სად აქვს რაღაც კომპლექსი და ესე მიუდგება მოაგვარებს სხვათა შორის თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ქალებს განსაკუთრებით ასევე ძალიან კარგად შეუძლიათ კარგი გაგებითაც და ცუდი გაგებითაც მსხვერპლის როლით ძალიან კარგად მართავენ სიტუაციას ანუ ძალიან ადვილად შეიძლება გაიძულოთ თავი დამნაშავედ და ბოდიშსაც მოგახტევინებთ და ხო არის ჩხუბებს აი ესე უბრალოდ ესეთი საწყალი სახე ექნება რაღაც მოკლედ და შე თვითონ დაგწავს სირცხვილი მოკლედ რომ მიხოდა ბოდიშს მოუხდი რომ აწენინე რომ არა პარფს არ გიტყვის საერთოდ ესე მოკლედ და ხშირად ქალები თევზების ნიშნით დაბადებულები ახერხებენ ყველაზე ძლიერი ხასიათის მამაკაცის ყველაზე ესეთი პრინციპული და მოკლედ სწორხაზოვანიც კი აი ორთათზე დააყენონ ზუსტად ამ თავისი ქალურობით სინაზით რომ მე შენ მაწყენინე და ძალიან მარტივად გამოსვლა და შორის ლომე ძალიან კარგად ესე ვთქვათ წვნიან ლომის ნიშნით დაბადებულ კაცს თევზის ნიშნით დაბადებული ქალი ძალიან კარგად ესე ვთქვათ კარგ მეწყვილობას უწევს სხვათა შორის თუმცა აი ლომს ყველაზე კარგად ათვინიერებს თუმცა მორიელსაც ძალიან კარგად მართავს თევზს როგორ შეუძლია ამხელა ცხოველი ანუ ერთი შეხედვით რომ შეხედავთ ქალი განსაკუთრებით შეიძლება გეკონოს ესე ძალიან ნაზი სუსტი დამოკიდებული ანუ არ იღებს გადაწყვეტილებებს შენ გაძლევს საშუალებას მიდი კარი გააღე შენ გააღე კარი შენი მოქმედე შენი ყავი პირველი და რეალურად ამით ძალიან კარგად ახერხებს გავეკეთებინოს ის რაც თვითონ უნდა ოღონდ ამას არ აღღერებს ეს ქალების შემთხვევაში ვამბობ რაც შეეხებათ კაცებს არაჩვეულებრივი პარტნიორები არიან ძალიან მოსიყვარულეები მასაც ასევე სხვათა შორის შეეძლია მოირგოს ძალიან თავის მეორე ნახევარს სხვათა შორის კაცები თევზების ნიშნით დაბადებულები ძირითადად ამჯობინებენ ძლიერი ხასიათის მეორე ნახევარს სადაც თვითონ იჩენს ეს ქალი ინიციატივას წინააღმდეგი არ არის ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცა თქვენი იყოთ აქტიური მოსწონს ყოველ შემთხვევაში არ იქნება წინააღმდეგი და ისეთ სიტუაციასაც შექმნის რომ თქვენი აქტიურებთ იმიტომ რომ რაღაცა გაურკვევლობაში გამყოფოთ და ვერ გაიგოთ შეიძლება მოსწონხართ არ მოსწონხართ ფარიჩენს ინიციატივასთან ერთჩეს ანუ თქვენ თვითონ შეიძლება გადაწყვეტოთ რომ აი რაღაცა გამოიჩინოთ ეს ინიციატივა და არ იქნება წინააღმდეგი სხვათა შორის რა იცოდეთ ეს ისეთი ადამიანია ოღონდ თუ კი კაცებს საუბრობთ იცოდეთ რომ მასთან ერთად ან მისი სახით
პირველი და მნიშვნელოვანი ბავშვი ყავთ რა. ანუ როგორც დანარჩენ ბავშვებს ჭირდება თქვენი ყურადღება, რაღაცის შეხსენება ის არ დარჩეს, ეს არ დარჩეს, მოკლედ ესე ვთქვათ, რავი, ღილები შეიკრას რომ მითის სახლიდან თუ რა ვიცი. ანუ ესე დაჭირდება აუცილებლად თქვენი ზრუნვა, რაღაცების შეხსენება, თუმცა კიდევ გეტყვით, არასდროს წესი გამონაკლის გარშე თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის, მამაკაცებს შორისაც შეიძლება შეგხვდეთ ძალიან მობილიზებული ადამიანი, ძალიან პრინციპული და სხვათა შორის ეს იუპიტერი და ნეპტუნით მართული ნიშანია. არ გეგონოთ რომ ამბიციო ხალხია. ერთი შეხედვით ესე ჩანს. ერთ შეხედვით არიან ძალიან ჰუმანურები, შეუძლიათ არ უწიან ხმას, მაგალითად არის ჩხუბონ, არის იყვინო, იშვიათად ნახავთ თევზებს, რომელიც დებუშიური ტიპი იქნება. შეიძლება ვერ შეამჩნიოთ შეიძლება თქვათ თუნდაც თქვენი უშუალო უფროსი იყოს თავისთვის იყოს შეიძლება მაგალითად მუსიკას უსმენენ ძალიან უყვართ მუსიკას უსმენენ რომ არიდონ თავი კონფლიქტს ხშირად უსმენენ მუსიკას და ამით გაგრძნობინებთ რომ მე არ შემოვდივარ კონფლიქტში თუმცა ძალიან ამბიციური ხალხია და ირიბად თუ პირდაპირ ამას ყოველთვის დააფიქსირებენ ურთიერთობაში უბრალოდ დააფიქსირებენ იცით რითი რომ ანუ თუ კი თქვენ რაღაცით მათ მოლოდინს არ ამართლებთ თავს გაგრძნობინებთ დამნაშავედ შულდასანი მაგალითად ხა მოვა და პირდაპირ გეტყვის რომ იცი რაში რაღაცა გეშლება მოითხოვს, იმიტომ რომ შულდასანი ამბიციურია და გაგიჟღერებს გულის მოუკლელად პირდაპირია. მოვა და გეტყვის, რომ შენ ეს გეშლება და მე ეს არ მომწონს და თევზები ამას არ გააკეთებს ესე პირდაპირ. ის გააკეთებს ირიბად ამ ყველაფერს, ანუ ესე ირიბად შემოვლით იგზებით, რომ შენ თვითონ იგზნობ თავს დამნაშავედ და თვითონ მიხვალ და მოიხდი ბოდიშს უნდას და გააკეთებ იმას, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ნუ კარგი გეტყვის, როგორც გინდა ისე იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში იფიქრებ და აუცილებლად გადაიფიქრებ, იმიტომ რომ თევზები ნეპტუნით მართული ნიშანია და ეს არის ანესთეზია, ეს არის ნარკოტიკული. დაგაწყნარებენ და გადმოგვიყვნენ. კი, ანუ და ძალიან ადვილი მიეჩვიოთ ამ ადამიანს და რომ მიეჩვევით თითქოს რაღაცა აქტიურად არ არის შემოჭრილი შენ ცხოვრებაში და არ გიწესებს არაფერს, მაგრამ მის გარშე ძალიან რთულია. ძალიან რთულია, იმიტომ რომ დიდი ხნის მანძილზე ეს როგორც ანესთეზია სჭირდება რომ გაიაროს. ძალიან დიდი მადლობა. სოფიო, მე ვფიქრობ, რომ თევზები ძალიან კმაყოფილები დარჩებიან, ამომწურავი ინფორმაცია. ვერ გაიგო შეიძლება ხშირ შემთხვევაში, იმიტომ ისინი ხშირად ესე პირდაპირ არ გამოხატავენ ხოლმე, ასე თქვა, თავის პოზიციებს, თუმცა მე ხშირად მეკონტაქტებიან, რა თქმა უნდა და ორი წევრი მყავს, ოჯახის წევრი. დაბადებული იმედი მაქვს კმაყოფილი იქნებიან დღევანდელი განხილვა და მომავალ გადაცემაში უკვე ვერძზე ვისაუბრებთ. ვერძები მოემზადდნენ და მოკლედ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ინფორმატიული და წარმატებული კვირა და წარმატებული დღე. ჩვენ დავემშვიდობებით სოფიას და